უსაფრთხოების ახალი გამოწვევების გამო ვაშინგტონში ნატოს მომავალზე და მთლიანად ჩრდილო-ატლანტიკური საზოგადოების როლის გადაფასებაზე საუბრობენ. ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციაზე გლობალური უსაფრთხოების კრიტიკულ საკითხებზე იმსჯელეს. ფორუმზე ყურადღების ცენტრში ძირითადად უკრაინის კრიზისი მოექცა და ამ ფონზე გამომცვლელებმა მცირე დრო საქართველოს პრობლემებსაც დაუთმეს. რამდენიმე წლის წინ სწორედ საქართველოში დაიწყო ის კრიზისი, რომელშიც ჩვენ დღეს აღმოჩნდით. ის წელს არ დაწყებულა. ახლა კი ევროატლანტიკური საზოგადოების მთელი არქიტექტურის გადახედვა გვჭირდება. ყველავ თანხმდებით იმაზე, თუ ვინ არის დამნაშავე, მაგრამ ვერც ჩვენ შევძელით სტაბილური და ერთმანეთის ნდობაზე დამყარებული სისტემის შექმნა, რომელიც ისეთ სიურპრიზებს გამორიცხავდა, როგორიც 2008 წელს ჯერ საქართველოში მოხდა, ახლა კი უკრაინაში გრძელდება. აღნიშნავს ვოლფგანგ იშინგერი, მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე და ეუთოს მთავარი მომლაპარაკებელი უკრაინის კრიზისის დარეგულირების საკითხებში. კითხვაზე თუ რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების თანახმად უელსის სამიტზე საქართველო მაპს ვერ მიიღებს, გერმანელი დიპლომატი გვპასუხობს. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, ევროპის უსაფრთხოება დღეს სერიოზულ კრიზისშია. მომავალი სამიტისთვის ლიდერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ნატოს კომპოზიციის შეცვლით დამატებითი დაძაბულობა ან აღფრთოვანება არ უნდა გამოვიწვიოთ. ასე რომ ზოგადად მონდომება არ არის. კარგი შეკითხვაა, რამდენად სწორია ეს ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ხალხი ისე არ ფიქრობს, როგორც ნატოს კლასიკურ ქვეყნებში, მათ შორის ჩემს სამშობლოში. ამ მომენტისთვის ფაქტია, რომ საქართველოსთვის მაპის მინიჭება ნატოს ბევრ ქვეყანაში არაპოპულარული იდეაა და საკითხის შეყოვნება გვიწევს მანამ, სანამ კრიზისის ხარისხი არ დაიკლებს. ეს ჩემი აზრია. ყველას საერთო ინტერესებშია ის, რომ რუსეთთან საერთო ენა მოიძებნოს და თუ ჩვენ ეს მოვახერხეთ, საქართველოს ბედნიერი ქვეყანა იქნება. კონფერენციაზე გამომცვლელებმა აღნიშნეს, რომ შექმნილი რეალობის გათვალისწინებით სასურველია ალიანსში უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საპასუხო ცვლილებები განხორციელდეს, რათა ის უფრო მოქნილი გახდეს. საუბარი ევროკავშირის არმიის ჩამოყალიბებაზეც ჩამოვარდა. გადამდგარმა გენერალმა ბრენტ სკოუკროფტმა, რომელიც ამერიკის ორი პრეზიდენტის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აღნიშნა, რომ დასავლეთის ინტერესი და ჩარევა საქართველოში მომხდარ კონფლიქტებში თავის დროზე საკმაოდ ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა და რომ ამჯერად რუსეთს და უკრაინას შორის შექმნილ კრიზისში ამერიკამ და ნატომ მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინონ. ნორვეგიის და ევროპის უსაფრთხოების ცენტრის პროფესორ როლფ დამნესის აზრით, ნატოს გაფართოება მართალია უახლოეს მომავალში არა, მაგრამ შემდეგი 10 წლის განმავლობაში მაინც მოხდება. ალიანს პასუხი ჯერ პოლონეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ახალ გამოწვევებზე მოუწევს, სადაც უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ. ეს პირველი ნაბიჯი იქნება. შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი, რომელიც მოიცავს საქართველოს, უკრაინას და ბალკანეთის დარჩენილი ქვეყნების საკითხს. ჯერა რომ ამ მიმართულებით მუშაობა მალე გაგრძელდება. ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია როდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 10 წლის განმავლობაში ყველა ეს ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით ნატოს წევრი გახდება. ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციას შეერთებული შტატების ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო თავდაცვის მდივნის მოადგილე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში დერეკ შოლე. თქვენ იცით, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მიერ მაპის მიღებას მხარს უჭერს, მაგრამ 2008-ში ჩვენმა გავლენიანმა პარტნიორებმა საკმაოდ გარკვევით და საჯაროდ შეიკავეს თავი ამ ნაბიჯის გადადგმისგან. თუმცა ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს წარმატებას ხაზი სწორად გაუსვა და განაცხადა, რომ ის არსებით პაკეტს მიიღებს. ამის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო გამუდმებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და გვაოცებს თავისი მიღწევებით, კერძოდ, როგორც თავდაცვის სფეროში შეერთებული შტატების პარტნიორი ქვეყანა. ამ ეტაპზე მაპის გარეშე დარჩენილმა საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე სერიოზული წარმატების მიღწევა მაინც შეძლო და პარასკევს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა. რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა მას შემდეგ, რაც სადღესასწაულო ეიფორია ჩაივლის. ამით იწყება საკმაოდ რთული პერიოდი, რომლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს მთელი რიგი საკმაოდ რთული რეგულაციები, სხვა სახის რეფორმები, რაც შეეხება მაგალითად საქართველოში წარმოებას, წარმოება უნდა მიუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს, საერთაშორისო სტანდარტებს. შედეგად, ეს საკმაოდ რთული პერიოდი იქნება, რომლის განმავლობაში ახლა რასაკვირველია ჩვენ გვექნება მხარდაჭერა ევროკავშირისგან და ისევე როგორც ვაშინგტონიდან, მაგრამ ეს იქნება საკმაოდ რთული პერიოდი გამოწვევებით სამსედად. რუსეთის მხრიდან ყველაზე მოსალოდნელი იქნება ალბათ ეკონომიკური ზომების ამოქმედება. თუმცა რუსეთის არსენალში როგორც ასეთი რო გადავხედოთ, საკმაოდ ბევრი ბერკეტი არსებობს. და კიდევ ერთი საშიშროება, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას და ამის ნიშნები უკვე ჩანს,
ეს აფხაზეთში ქართული მოსახლეობის შევიწროების შესაძლებლობა ნამდვილად რეალურად გამოჩნდა. ეს განსაკუთრებით მაისში მიმდინარე მოვლენების ფონზე. აღნიშნავს ალექსანდრე მელიქიშვილი, IHS-ის უფროსი ანალიტიკოსი. პოლ გობლი, ევრაზიის საკითხების ექსპერტი, თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთან ქედმაღლურ დამოკიდებულებას გააგრძელებს, თუმცა საქართველოს საბოლოო წარმატებაშიც ეჭვიარება. ევროკავშირი და დასავლეთის ალიანსი მიანიშნებს რუსეთს, რომ საქართველოსთან თამაში მისთვის უკვალოდ არ ჩაივლის. და თუკი ჩვენ საერთოდ რაიმე გავლენა გვაქვს რუსეთმა საქართველოში შეჭრა, ისე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, ვეღარ უნდა გაბედოს. თუმცა რუსეთს ისევ აქვს ზემოქმედების ბერკეტები, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური. მოსკოვი აგრძელებს მავნებლურ საქმიანობას მეზობელ ქვეყნებში. ჯერა რომ საქართველო მას თავს დააღწევს. ის მოახერხებს შექმნას ლიბერალური ლეგიტიმური დემოკრატიული სისტემა და უზრუნველყოს სხვადასხვა სახის თავისუფლებები. ეკონომიკაც გაიზრდება და საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრირებაც მოხდება. სპეციალურად ქრონიკისთვის მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.